მოგესალმებით, ჩემო არხის მაყურებლებო და მსმენელებო. დღეს არის 29 აგვისტო. მე გიბრუნდები სპორტული სიახლეებით და მთავარი კარგი ამბავი ის არის ჩვენ თვით ქართველებისთვის. საქართველოს ნაკრებმა ძალიან უმაგრესი მატჩი ჩაატარა, მე ვიტყოდი და პირველი მეოთხედი და ყველა მეოთხედი მოგებული გქონდა და რაც თავარია ბოლო მეოთხედში დაფიქსირდა 83-69 წააგო ესპანეთმა მოქმედმა ჩემპიონმა ევრობასკეტისა. მოქმედ ჩემპიონს მოუგო საქართველოს ნაკრებმა უკვე მეორედ. ეს პირველი იყო გემართლება ძალიან დიდი შანსი პირველად რომ მოვიპოვეთ მაშინ მსოფლიოს შესარჩევში 82-76 რომ წააგო ესპანეთმა ჩვენთან. ეხლა კი რა შეეხება საბერძნეთი იტალია ძალიან დრამატული მატჩი და დაზაბული მატჩი გამოდგა 66-75 დამასხდა იტალია. ეხლა კი რა შეეხება დღევანდელ გაცემას მატჩებსაც მოგახსენებთ უცებ. გერმანია შვედეთი 3:9-ზე, ჩეხეთი თურქეთი 15 საათზე და 45-ზე. მე კიდე არის თამაშები მონტენეგრო ლიტვა 6:30-ზე, ლატვია ესტონეთი 7 საათზე, პორტუგალია მორიგმას გამართავს 10:30-ზე არა. დიდი ბრიტანეთი უпроსტად წაგებულია მატჩი 10:30-ზე შემოგთავაზეს ან პირველი არხი ან პირველი სპორტის არხი. როგორც მოგეხსენებათ, ეს ძალიან მაგარი მატჩები ველოდება და ბოლო მატჩი კი იქნება ძალიან საინტერესო, რომელიც პორტუგალია შემოგთავაზოს უკვე 22 საათზე. ეხლა კი რა შეეხება ჩემო არხის მსმენელებო, დიდ მადლობას გიხდით მოსმენისთვის. თუ მოგეწონათ ვიდეო დალაიქეთ, რა თქმა უნდა და ჩვენმა ნაკრებმა ამ გამარჯვებით დიდი ნაბიჯი გადადგა ჯგუფში. უკვე 2 ქულა გვაქვს ჩვენ ჯგუფში. პირველი მოგება და 2 ქულა, ეს სენსაციური მატჩი იყო. ნამდვილად კიდევ ერთხელ გამოვიდები და ძალიან მაგარი მატჩი იყო და მომდინები გაამართლენ ჩვენმა ბიჭებმა. ერთ-ერთი საუკეთესო გამოირჩეოდა მამუკელაშვილი, რომელმაც 19 ქულით დაასრულა გუშინ ევრობასკეტზე ასპარეზობა პირველი ტურისა. თუ მოგეწონათ ვიდეო დალაიქეთ, გამოიწერეთ. მე დაგიბრუნდებით ხვალ უკვე ჩვენ მოგახსენებთ კიდე ახალ ამბებს.